ევროკავშირის შემთხვევაში ძირითადი მიზეზები თქვა რატო არიან ისინი უკმაყოფილო ხო არსებული პოლიტიკური სიტუაციით და რატო საუბრობენ ისინი დემოკრატიის უკუსვაზე არის პრინციპში სახეზე ხო რაღაც ზედაპირზედებს რა ეს არის მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები დაწყებული რუსული კანონით რომელმაც ფაქტობრივად მოსპო ესე ვთქვათ ქვეყანაში სივრცე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეს არის ზეწოლა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე ხედავთ რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიების ლიდერების უმრავლესობა არის დაკავებული ასევე ხედავთ რომ აი სამშვიდობო საპროტესტო აქციებთან მიმართებაში როგორი დრაკონული ეს თქო კანონები და წესები შეიმუშავეს ადამიანებს აჯარიმებენ ასე ვთქვათ ადმინისტრაციულ სასჯელს უფარდებენ უბრალოდ აი პირბადის ტარების გამო ხო ანუ საერთო ჯამში ყველა ეს კომპონენტი ცალსახად აჩვენებს ევროკავშირს რა არის დღეს საქართველოს არჩეული ეს თქო კურსი ну ამის ბუნებრივია მე ხელისუფლებას გულისხმობ ეს არის კურსი რომლის თავარი ამოცანა არის რაც შეიძლება უფრო მეტად საკუთარი ხელისუფლების და ძალაუფლების კონსოლიდაცია და მე ვფიქრობ რომ აი ფუნდამენტური ბზარი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ჩნდება იმ მომენტში, როდესაც ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ ევროკავშირი მთელი მისი ამ დემოკრატიული პირობითობებით და მისი ამ რეკომენდაციებით შესაძლოა იყოს გარკვეული ტიპის საფრთხე პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, ხო? იმიტომ რომ ძალიან მარტივი ლოგიკაა, ხო? ეხლა თუ შენ გინდა რომ ხელისუფლება შეინარჩუნო, მაგრამ ამ დროს ევროკავშირი გეუბნება რომ შენ უნდა გქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო, შენ უნდა მისცე თანაბარი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები ოპოზიციურ პარტიებს, უნდა შეზღუდო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფორმალური გავლენები, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თუ კი რა თქმა უნდა ხელისუფლება ამ რეფორმებს თუ რეკომენდაციებს შეასრულებს, ну რა თქმა უნდა ის მისი პერსპექტივიდან ირთულებს ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანას, ხო? და მე მგონი აი ძირითადი ბზარი, რომელიც შემდეგ უფრო გაფართოვდა და ალბათ უკრაინის ომი იყო ისეთი ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელიც მათ შორის ვთქვათ შიდა პოლიტიკურადაც საკმაოდ წარმატებით გამოიყენეს, იყო სწორედ ეს მომენტი, როდესაც ქართულმა ოცნებამ გაიაზრა, რომ ევროკავშირი მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ის ეკონომიკურად შეიძლება საინტერესო პარტნიორი იყოს, პოლიტიკურად შეიძლება არც თუ შესაბამისობაში მოდიოდეს მათი პოლიტიკური ინტერესები